450 მილიონს. ფულის მოსდენა 450 მილიონი დოლარზე არის საუბარი და ლარებში გამოდის მილიარდ 200 მილიონი ლარი. ეს არის ჯარიმები. ჩვენი ბიუჯეტისთვის არის უზარმაზარი თანხა, ხო? წარმოუდგენელი თანხა. ეს არის კატასტროფა. მთავრობას ამის ფული არც აქვს. არიან სირაქლემის პოზაში, არიან შოკში. არ არსებობს იოტის ოდენა შანსიც. 0%-ია რომ ეს უკან შემოbrunდეს. ის პასუხისმგებლობა ვიცი აქ. მაგრამ ამ მასშტაბის ქვეყნისათვის ზიანის მიმხენებლები აუცილებლად სწავლენ ციხეში. პირდაპირ ვთქვათ, ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა იკვეთება როგორც მაშინდელი პრემიერ-მინისტრისთან. ანუ ორმა სასამართლომ საქართველოს დააკარგვინა ანაკლიის ტოლფასი სიმდიდრე. ნამახვანის პროექტში როგორ შემოიყვანეს თურქები? ვის რა წილები ერგებოდა, ვის რა ფული უნდა მიეღო? ან ამ 450 მილიონიდან 10% ვიღაცას რომ მისცე 45 მილიონი დოლარია. არ ვიცით ჩვენ. ქართული ოცნების ხელისუფლება ყველა პროექტში დებს საკუთარ ინტერესებს. ეკონომიკური და არის დიდწილად ქაღალდი. აღწერა იყო სერიოზული მოვლენა, რომელიც ამ ხელისუფლებამ ჩააფლავა. მაგრამ თუ ეს შედეგი სწორია, არის კატასტროფული. ანუ ჩვენი მოქალაქეები გარბიან, უცხოელები აქ მკვიდრდებიან. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერახ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. დღეს გადაცემაში ეკონომიკურ საკითხებზე ვისაუბრებთ ძირითადად, რადგან ხელისუფლება ბოლო დროს ბევრს ტრაბახობს მაღალი ეკონომიკური ზრდით. ასევე ირაკლი კობახიძე კუპირდება სასტიკ ბრძოლას კორუფციასთან. ერთი მაღალი რანგის ჩინოვნიკი უკვე დაიჭირეს. ეს არის ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. ჯერ არავინ იცის ვინ იქნება შემდეგი. თუმცა ბოლო დროს ერთი სკანდალური ინფორმაციის შესახებ გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა წააგო თურქულ კომპანია ენკასთან. ეს ის კომპანია, რომელიც ნამახვან ხეს აშენებდა და შემდეგ მას ხელშეკრულება შეუწყვიტეს. გაირკვა, რომ ჩვენი ჯიბიდან გადასახდელი იქნება მილიარდ 200 მილიონი ლარი. აი ასეთი უზარმაზარი თანხა გვეხდება გადასახდელი ჩვენი ჩინოვნიკების არაკომპეტენტურობის და არასწორი გადაწყვეტილებების გამო. ვინ არის დამნაშავე და მართლაც რამდენად რეალურია მაღალი ეკონომიკური ზრდა? ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება ეკონომისტი რომან გოცირიძე. მოგესალმებით რომან, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს გადაცემაში ძირითადად ეკონომიკურ თემებზე ვისაუბრებთ და ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელზეც თქვენს ბევრს წერთ ბოლო დროს, როგორ წააგო ხელისუფლებამ დავა ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც დაგვიჯდება ჩვენ ყველა ქართველს მილიარდ 200 მილიონი ლარი. იმის გამო, რომ ხელისუფლებამ არასწორად გაფრთხილა კონტრაქტი, მე არასწორად მოიქცა, არასწორად შეუწყვიტა ეს კონტრაქტი და ასე შემდეგ. აი ამის შესახებ რო გვითხრათ, ამით დავიწყოთ და შემდეგ გადავიდეთ სხვა თემებზე. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ეს რასაც ახლა მე რა ყვები არ შეიძლება ამაზე ემოციის გარეშე ლაპარაკო და შესაბამისი ასე თქვა შეფასება არ მისცეს სიტყვებითაც. ეს არის კატასტროფა. საქართველოს ისტორიაში ასეთი რამ არ მომხდარა, რომ სახელმწიფოს ერთბაშად ზვავებით დაეცეს თავზე ისეთი ვალდებულება, რომლის ატანა ბიუჯეტს არ შეუძლია. პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ ამ წლის დასაწყისში გამოიტანა გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობას დააკისრა 383 მილიონი დოლარის გადახდა თურქული კომპანიის ენკას სასარგებლოდ. აი რას ნიშნავს ეს? ნამახვანის პროექტი გათვლილია 30 წელიწადს. მასში უნდა დახარჯულიყო 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. ამ ინვესტიციის ამოღების ვადა არის დაახლოებით 15 წელიწადი. 15 წელიწადში თურქული კომპანია რომ ამოიღებდა ამ ფულს ელექტროენერგიის გაყიდვით და ამის შემდეგ დაიწყებდა მოგებაზე გასვლას, ამ 30 წლის განმავლობაში მას დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ოდენობის მოგება უნდა მიეღო. ანუ წვალებით, ტანჯვით და შრომით რაც უნდა მიეღო 30 წლის განმავლობაში, თურქულმა კომპანიამ მიიღო 23 წამის განმავლობაში. რამდენჯერმე მიმართა, როგორც წესია, საქართველოს მთავრობას ამ თურქულმა კომპანიამ რომ ფული გადაერიცხა, მთავრობას ამის ფული არც აქვს, არიან სირაქლემის პოზაში, არიან შოკში, წინასაარჩევნო დამსაკეთს მალავდნენ. ახლა ვინაიდან მთავრობამ არ დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა, წავიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში. ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის
ფედერალურ სასამართლოში და უკვე ითხოვენ აღსრულების საკითხი დადგეს და საქართველოს მთელი უცხოური აქტივები რაც კი რამე გააჩნია, გაიყიდოს, აი მაგათაც თუ რაღაც გემი გვაქვს, დაიჭერენ ზღვაში და გაიტანენ აუქციონზე და გაყიდიან. ანუ მეორე სასამართლო უკვე აღსრულებაზე დაიწყო ვაშინგტონში. რატო ვაშინგტონში? თურმე ეს ენკა რომ ამბობთ თურქული კომპანიაა, კი, თურქული კომპანიაა, მაგრამ აქ მან ეს პროექტი დაიწყო მისი შვილობილი კომპანიით, რომელიც დარეგისტრირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ ამერიკის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ საქართველოს მთავრობა ან იძულებული იქნება საიდანღაც ეს ფული მოძებნოს და 1.2 მილიარდი გამოდის, ინაიდან ისინი ითხოვენ უკვე 450 მილიონს. ფულის მოძებნა 450 მილიონი დოლარზე არის საუბარი და ლარებში გამოდის მილიარდ 200 მილიონი ლარი. ეს არის ჯარიმები. ჩვენი ბიუჯეტისთვის არის უზარმაზარი თანხა, ხო? წარმოუდგენელი თანხა, წარმოუდგენელი, ვინაიდან ამ მასშტაბის ფული ბუნებრივია ეს ქვეყანას არ აქვს, ეს არის ჩვენი უცხო ვალუტის რეზერვების დაახლოებით 10% და რა გამოსავალი აქვს მაშინ საქართველოს? აქ გამოსავალი რომ მოელაპარაკოს თურქულ კომპანიას და მოხდეს რესტრუქტურიზაცია და დაუშვათ 5-10 წლის განმავლობაში გადაიხადოს, წავლენ თუ არა ამაზე არავინ იცის. ხო, მაგრამ რატო გაგვიხდა საქმე? და მეორე ან გაგვიყენებენ აქტივებს. საოცრება ის არის რომ კომპანიას რომელსაც შრომით და ოფლისღვრით 30 წელიწადში რომ ფული ეშოვა, 30 წამში იშოვა. ანუ რა არის ისეთი კონტრაქტი რომელიც გიგანტური ოდენობის ჯარიმას გაკეთებს. ამ ენკამ რაღაცები გააკეთა, 40 მილიონამდე მართლა დახარჯა, გვირაბი ააშენა, სადაც რიონი უნდა გადაეტანა დროებით და მე დაეწყოთ რიონის აი ამ კალაპოტში კაშხლის მშენებლობა და ამით ეს მორჩა. ანუ პირველი თავისთავად კონტრაქტი იყო ძალიან ცუდად შედგენილი, ძალიან დამაზიანებელი. ხო, მაშინ გამოდის რომ ის ხალხი ვინც აპროტესტებდა ამ მშენებლობას, ძირითადად კონტრაქტზე აპელირებდნენ და მართლები იყვნენ ისინი. სხვა თავისი მხრიდან. არა, აქ საუბარია ისიც მაგას ამბობდნენ რომ კაბალური კონტრაქტია. არა, კონტრაქტი კაბალურია, იმიტომ ამბობდნენ რომ კაშხალი არ უნდა იყოს ამ სიმაღლე, თორემ ეხლა ზღვა ეს არა, პირობებიც კაბალურია, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რომ იუსტიციის სამინისტრომ, ანუ იგივე ოცნების იუსტიციის სამინისტრომ თქვა რომ არ არის კარგი კონტრაქტიო. იუსტიციის სამინისტრომ ექსპერტიზა რომ დაწერა კონტრაქტზე, დაბრაკა. არა, აქ საუბარია. და მაინც გააფორმეს. არა, აქ საუბარია იმაზე, რომ შეწყვეტილი იყო ამ ეს მშენებლობა თუნდაც იმ მიტინგების ან რაღაც გარემოებათა გამო აღსრულება და აი ამ კონტრაქტის მომენტალურად შედიოდა ძალაში, ოღონდ ისინი არ ამბობდნენ ვინც ეს მომიტინგეები რომ აი ახლა კონდა ეს რო გაჩერდება საქართველოს ამოდენა ვალი დაედება, ვინაიდან ძალიან ასე ვთქვათ სწრაფად და სასამართლოში სწრაფად დასამტკიცებელი ხელისუფლების საწინააღმდეგო პუნქტებია უჩადებული. ისინი კონტრაქტს სხვა რამეში აკრიტიკებდნენ, რომ ეკოლოგიური მოთხოვნები ცუდია, რომ ეს თურმე ეკოლოგიურად აზიანებს და ნებისმიერი წყალსაცავი კი არა, პატარა ხელეზე წისქვილი რო აშენა, ისიც ბუნებაზე ზემოქმედებას ახდენს და შეუძლებელია. ნამახვანზე უკეთესი პროექტი ენერგეტიკაში არ არსებობს. მოყოლებული კომუნისტების დროიდან ყველამ კარგად იცოდა, რომ ნამახვანი ეს იყო საუკეთესო პროექტი. მერე თურმე იქ რომ კაშხალი ამ სიმაღლე იქნება 518 მეტრიანი ტალღა გადაუვლის და 1000 სისულელეები და ის იყო პირდაპირ მართული რუსეთის მიერ. შესაძლოა ბაქო-თბილისი ჯეიხანის წინააღმდეგ, როდესაც გამოდიოდნენ მწვანეები, ამ გამოსვლებს მაშინ აფინანსებდა რუსეთი. ოღონდ მერე გავიგეთ და მერე სხვადასხვა წყაროებიდან ამერიკული წყაროებიდან აღმოჩნდა რომ თურმე ევროპიდან შემოდიოდა ფული და ბაქო-თბილისის ჯეიხანის მშენებლობის გამო ორჯერ შევარდნაძე ააფეთქეს. ასე რომ ეს იყო ამ ვარლამებისა და ამ სასულიერო პირების და ვიღაცების მიერ წამოწყებული ეს ანტინამახვანური აქცია, რომელიც ფაქტობრივად შემდგომ უკვე წახალისებული იქნა ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლებამ მისცა ყველანაირი საშუალება რომ გამოსულიყვნენ ეს ხალხი ქუჩაში, კარვების ქალაქია ეშედებინათ რესპუბლიკის მოედანზე, უფრო მეტიც გმირთა მოედანი გადაკეტეს, არავინ ხელი არ შეუშალა და დანაშაულებრივი განცხადება გააკეთა შემდეგ ყარიბაშვილმა, რომელიც გახდა მთავარი საფუძველი აი ამ თურქული კომპანიის მიერ საქართველოსთვის ამ კოლოსალური ჯარიმის დაწესებისა. ის რომ განაცხადა რომ მე ვაჩერებ ამ პროექტს 9-დან 12 თვემდე, რომ პროექტის პირობები შეიცვლება, რომ ჰესის სიმაღლე დაიწევს, ეკოლოგიური ნორმები ასე ვთქვათ გამკაცდება და ეს ყველაფერი ჩვენ შეთანხმებული გვაქვს
თურქულ კომპანიასთან. შეთანხმებული რომ ყოფილიყო სასამართლოში არ წავიდოდნენ. ეხლა უკვე შეიძლება 1000-ნაირი რამე იფიქრო. შეიძლება თურქული კომპანია უკვე თავად გახარებული იყო. ამნაირი განცხადებებით, ვინაიდან 100%-იანი მოგებადი საქმე ჩაუვარდათ ხელში და ღარიბაშვილის ამ განცხადებამ ყოველგვარი, ასე ვთქვათ, კამათის გარეშე უცხოური ადვოკატები კი ყავდათ დაქირებული და მილიონებს უხდიდა მთავრობა, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა და ამავე დროს კონტრაქტში იყო ჩაწერილი მუხლი, რომ თუ მთავრობა ვერ უზრუნველყოფდა ამ პროექტის მშენებლობის, ასე ვთქვათ, არეალის დაცვას და ამ შემთხვევაში ეს ჩაითვლებოდა ხელისუფლების მხრიდან პირობების შეუსრულებლობად და აი ეს ასე ვთქვათ ეს საკითხი აი ამ პარიზის არბიტრაჟში განხილვისას აღმოჩნდა ასევე ერთ-ერთი მთავარი. მოკლედ დიდი რაოდენობის ფული დავკარგეთ პირველ რიგში ქართული ოცნების ამა რაც ახლა წავაგეთ ამ ფულს ემატება კიდე იურიდიულ მომსახურებაში რამდენი გადაიხადა სამსასამართლოში მილიონები აქვს გადახდილი ისეთი ფირმები ყავდათ დაქირავებული მაგრამ მაინც წააგეს საქართველოს მთავრობამ მასთან სხვადასხვა პირების დავაში ბოლო დაახლოებით 2016 წლიდან დღემდე სადღაც 8 წლის განმავლობაში გადაიხადა ბიუჯეტიდან 270 მილიონი ლარი წარმოუდგენელი იურიდიულ მომსახურებაში. ხოლოდიურ უცხოური იურისტებისათვის და კომპანიებისა და იურისტებისათვის დახარჯა 270 მილიონი. მარტო ერთ რომელიღაც კომპანიას, რომელიც არის, მაგრამ ზუსტი სახელი არ მახსოვს, მარტო იმ ერთ კომპანიას გადაუხადა 170 მილიონი ლარი. რას ნიშნავს ეს? ეს და 3.3 მილიონი დოლარის დავა მიდის საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს წინააღმდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ დებენ ცუდ კონტრაქტებს, ისეთ შემდეგ სხვადასხვა მათ შორის კორუფციული მიზნით ხელისუფლება არ ღვევს ამ პირობებს. აი ერთი მაგალითი რომ ავიღოთ, რომლის გამარჯვების შანსი არის 0. მაგრამ რამდენი წელი 10 წელიწადზე მეტი გავიდა სამტრედია გრიგოლეთის გზა ვერ ააშენეს. ერთი პატარა მონაკვეთი გზის. და ვითომ ახლა დაგვიყვებიან აშენდებოდა და რიონის ერთი ბოძი ჩამოიგრა 2 წელიწად ნახევარი გავიდა რაც რიონის ხიდი დაზიანდა დღემდე არ დაწყებულა მისი მშენებლობა. სამტრედია გრიგოლეთის გზაზე 25 მილიონი პირდაპირ გადაურიცხეს კომპანიას, რომელიც უკრაინის ომის დაწყებამდე დონეცკში იყო დარეგისტრირებული. ალტკომი ქვია. რატო აძლევ მთელ ფულს წინასწარ? ამ ალტკომმა ეს ფული წაიღო, შეჭამა გარანტია წარმოადგინა უკრაინულ-რუსული ბანკისგან, რომელიც არ აღმოჩნდა ხარისხიანი, დღეს მიდის დავა ამ ბანკისადმი და ბოლი 3 თუ 4 მილიონია დახარჯული უკვე აი ამ ადვოკატებში, რომ საგარანტიო წერილი რომ მიეცი ამ უკრაინულ კომპანიას, ანაზღაურო ეზიენიო ბანკი ამბობს, რომ არავითარი ვალდებულება არ ამაქვს. ანუ ან ძალიან არაპროფესიონალები იყვნენ, ან შეგნებულად მიიღეს ისეთი გარანტია კორუფციის გამო, არავის არ ეგონა რომ ეს ალტკომი და ასე ვთქვათ, თლად ჩამოინგრებოდა და უკრაინაში ომი დაიწყებოდა, 7 ინფრასტრუქტურის მინისტრი შეიცვალა. ვინმეს პასუხი მოთხოვეს? აი ეგრე ვინმე დაიჭირეს ან დაკითხეს? ან ამ 10 წლის განმავლობაში. ეს არის ერთი ტიპიური მაგალითი იმისა, როდესაც რაღაც ასე ვთქვათ დავას ეს ის შემთხვევა, როდესაც მთავრობა დავას იწყებს ხვის წინააღმდეგ. უბრალოდ ეს იმიტომ ვახსენე, რომ ეს ის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ფულს ხარჯავენ სხვისადმი წაყენებული პრეტენზიისადმი ამ ადვოკატებში, მაგრამ 3.3 მილიარდი უკვე საქართველოს მთავრობასა აქვს დასაბუნებელი საქმეების წაგების შემთხვევაში და აი ერთ-ერთი აი აგერ 450 მილიონიანი საქმე წავაგეთ. არ არსებობს იოტის ოდენა შანსიც. 0%-ია რომ ეს უკან შემოbrunდეს. ის პასუხისმგებლობა ვიცი აქვს იმ ხალხის, ვინც აპროტესტებდა თუ ხელისუფლების. თქო და ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ის, რომ ვერ გათვალა რა მოხდებოდა, ის რომ მისცა საბაბი და საფუძველი რომ სასამართლოში ამ მასშტაბის ჯარიმა დაკისრებოდა და თანაც ასე სწრაფად ღარიბაშვილის განცხადება რომ არ ყოფილიყო ამ რაოდენობის ჯარიმა არ დაეკისრებოდა ქვეყანას. პირდაპირ თქვა რომ ვაჩერებ პროექტს, რაც კი აჩერებ პროექტს. თანაც მე იძახის ეშმაკურად შეთანხმებული ვარ მაგათთან. ხელშეკრულებაც იძლეოდა რა თქმა უნდა
დაჯარიმების საშუალებას იქ სხვადასხვა ეს პრეტენზია იყო რომ რაღაც ლიცენზიები დროზე არ გასცა ეკონომიკის სამინისტრომ და შემაფერხესო, მაგრამ თავარი იყო აი სადაც ჩვენ დავინახეთ 6 თვე პარალიზება რომ რკინის რომ შემოარტყეს და მაინც უბრახუნებდნენ და ეს ვარლამი და აი ეს ასე ვთქვათ ხუჩის აქციებში გაბრიყვებული ხალხი მათ შორის, მაგრამ რა თქმა უნდა აქ ლომის წილი კი არა, თავარი ასე ვთქვათ წვლილი მიუძღვის მთავრობას. თუმცა ამ საპროტესტო აქციებმა რა თქმა უნდა თურქულ კომპანიას მისცა საშუალება რომ გამოეყენებინა აი ამ ცუდად გაფორმებული იურიდიულად მათ სასარგებლოდ და ჩვენთვის ცუდად გაფორმებული ხელშეკრულების პირობები და კოლოსალური მოგება მიაღებინა. პარიზის არბიტრაჟის, პარიზის ტრიბუნალი, ასე ქვია ფრანგულად, აი ამ ტრიბუნალის გადაწყვეტილება არის საბოლოო და ის არ ექვემდებარება არავითარ, ასე ვთქვათ, გასაჩივრებას. და როდესაც კობახიძე ამბობს, რომ ეს პროექტი იყო ძალიან კარგი, მაგრამ აქ ვიღაცებმა ხელი შეგვიშალეს, რა თქმა უნდა, და თანაც კობახიძე ამას იყენებს რუსული კანონის დასასაბუთებლად, რომ აი რუსული კანონი რატომ მივიღეთ, იცი, ისიც იმავეს ამბობს, რასაც თქვენ, რომ საზო სხვა ქვეყნიდან ფინანსდებოდა ეს აქციებიო, ნამახუთის სიაღმრიო. არ ამბობს რომ რუსეთისგანო. ხო, არა, უნდა ქვეყანას გულისხმობს ეს გადააბრალონ ამ აქციებს, მაგრამ ამ აქციების დროს შეფერხებების გამო რომ ასეული მილიონობით დაგაჯარიმოს, ასეთი სისულელები ხელშეკრულებაში არ უნდა ჩაწერო. ამიტომ კობახიძეს და მთავრობას ახლა უნდა, რა თქმა უნდა, ისრების სხვაგან გადატანა, მაგრამ იმას არ ამბობენ და მალავდნენ და სამწუხაროდ მედიაში არ არის ეს საკითხები და საზოგადოებისთვის არ არის წოდებული ეს კატასტროფული ვითარება და აი კარგია რომ შენ ამით დაიწყე და ამას ყოველ მეორე დღე წერ და ათასობით ასე ვთქვათ დრო იხარჯება ტელევიზიაში 1000 სისულელეებზე და როდესაც უმთავრეს საკითხებს უვლიან ხოლმე ხშირად გვერდს. ასე რომ ეს ფული ხა წესით ღარიბაშვილს და მოატანინა. რა თქმა უნდა. თუმცა კონტრაქტს ვინ მოაწერა? ხელი რომელი პრემიერის დროს იყო? კონტრაქტი იყო ბიძინაევანიშვილის დროს 2012 წლის ბოლოს იყო და შემდეგ უკვე მთელი 10 წელი უკვე გაიარა ყველა პრემიერ-მინისტრი, კვირიკაშვილიც იმ დროს იყო, თორდავა ეკონომიკის მინისტრი იყო, გახარიაძე ეკონომიკის მინისტრი იყო, ბახტაძე და ასე შემდეგ. მაგრამ კონტრაქტი ალბათ არ მახსოვს, მაგრამ ალბათ ეკონომიკის მინისტრის ხელმოწერა იქნება ივანიშვილის პრემიერობის დროს. მოკლედ ეს ისეთი საქმეა. თანაც არ არის გამორიცხული რაღაც კორუფციული მომენტებიც იყო. თავიდან ამ კომპანიასთან ბუნებრივია, როდესაც მშენებლობა დაიწყო, იყო რაღაც კორუფციული შეთანხმებები, თორემ ხელისუფლება იწყებს მშენებლობას და შემდეგ ხელისუფლება აჩერებს, ბუნებრივია რომ შეიძლება თქვა ვივარაუდოთ რომ ღარიბაშვილს და პოპულისტური გადაწყვეტილება იყო ეს აი ხალხს არ უნდა აპროტესტებს იქ ადგილობრივი მოსახლეობა და მოდი ახლა რაღაც ხალხს კოჩ გაუგორებ. არ არის შეიძლება ეს უგუნური გადაწყვეტილება თუნდაც ამ მოტივით იყო, მაგრამ მაშინ უნდა ცოდნოდა, უნდა წაეკითხათ რა შეიძლება ამას მოყოლო და რა ვერაგულნაბის გადადგამდა თუნდაც იგი თურქული კომპანია რომელმაც ხელიდან არ გაუშვა ფულის შოვნის შანსი. უკვე მოტივები ამ პროექტის გაჩერებისა რა იყო ამას გამოძიება იტყვის, ვინაიდან ამ მასშტაბის ქვეყნისათვის ზიანის მიმყენებლები აუცილებლად წავლენ ციხეში. შეუძლებელია. ამას დამატებული ეს პირდაპირ ასე ვთქვათ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა იკვეთება როგორც მაშინდელი პრემიერ-მინისტრისთან. ანალოგიური საქმე იყო რუსულ კომპანიასთან, რომელიც აგერ თელას ფლობს და ამ რა ქვია ინტერრაო არ არის რუსული კომპანია, მოკლედ ამ რუსულმა კომპანიამ ასევე უჩივლა საქართველოს კახა კალაძის პირადი დანაშაულია. რომ კახა კალაძემ ვითომ საარჩევნო დაპირებების შესასრულებლად ტარიფები დაწია ერთი წლით უმნიშვნელოდ და შემდეგ ტარიფები ელექტროენერგიაზე ისევ გაიზარდა. ჩაწერა საშინელი შეცვალა აი ამ ინტერრაოსთან გაფორმებული ძველი ხელშეკრულება. ინტერრაოს ჰქონდა ვალდებულება ხრამზე 3 ჰესი აეშენებინა, 280 მილიონი დოლარი ჩაედო ენერგეტიკის განვითარებაში. დაახლოებით სადღაც 200 მილიონამდე აი ამ თბილისის ქსელის გადაიარაღებაში და კალაძემ უთხრა ყველაფერს გაპატიებ ინვესტიციებს ნუ განახორციელებ ოღონდ მოდი ცოტა ტარიფი დამაკლებინე და ტარიფი დაუკლეს ელემენტარულად თანაც იმ ადამიანებს რომლებიც 100 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდა და რაღაცა სოციალურად დაუცველი ფენებისათვის და
ეს ამ კონტრაქტის ახალი კონტრაქტის მეშვეობით უკვე ლარის გაუფასურების შემდეგ ეს ინტერვაუ წავიდა სტოკჰოლმში და დაგვაჯარიმეს 76 მილიონი ლარით. შემდეგ უკვე მთავრობამ არ გადაუხადა და აღსრულებაზე ისევე ვაშინგტონში წავიდა და ვაშინგტონის და ამერიკის სასამართლომ დაგვაკისრა ფულის გადახდა. ეხლა იბადება კითხვა, რატომ არ აქტიურობს რუსეთი? რატომ არ გაგვიყინა ჩვენი აქტივები უცხოეთში? რატომ არ გაიყიდა ამერიკაში არსებული ჩვენი ქონება და ევროპაში არსებული? იმიტომ რომ წინასაარჩევნო ამას არ გაუკეთებდა პუტინი ივანიშვილს, არც ახლა გაჩუმებული არიან, მაგრამ ყურებით აყავთ დაჭერილი. პუტინს უდევს ხელში, ასე ვთქვათ, კარტი. ბანკო. ახლა 70 მილიონი იმდენი არა, როგორც ახლა მილიარდი, ხო? ახლა ამას ვადარებთ ვითომ არაფერი, მაგრამ 76 მილიონი ეს 200 მილიონი ლარია. 76 მილიონად ერთ საშუალო სიდის სიდიდელის სადგურს გააკეთებდი. აგერ 76 მილიონი დოლარზეა ლაპარაკი. დოლარი, რა თქმა უნდა, აგერ 80 მილიონი იყო მე დაკორექტე და აგერ 450 იქით, აგერ და 80-მდე აქეთ. ეს 530 მილიონია. 530 მილიონი დოლარი ეს არის ის, რითაც აშენდებოდა ანაკლი. არავითარი ჩინელები არ დაგჭირდებოდა ჩვენ. ანაკლის პროექტი ჯდება 600 მილიონი დოლარი. ანუ ორმა სასამართლომ საქართველოს დააკარგვინა ანაკლის ტოლფასი სიმდიდრე. ორი სარჩელის გამო, ისე ვიმეორებ, 3.3 მილიარდია კიდევ საქართველოსადმი პრეტენზია. აი ახლა ჩვენ სადზე ვართ? ჩვენ ახლა ვართ ვაკის პარკში. აი ეს ვაკის პარკია, რომელიც ლამაზად არის აქეთ ამხარი გაკეთებული. მთელი პროექტი უნდა დამთავრებულიყო 31 მილიონ ლარად. რა მოხდა? აი აქ მოხდა უბედურება. ამ პარკის ნახევრის გაკეთებაში დაიხარჯა 32 მილიონი და 2 თვის წინ თბილისის მერიამ გამოყო დამატებით 34 მილიონი ვაკის პარკის კასკადების დასამთავრებლად. წარმოგიდგენია? ის რაც უნდა მოხმარებოდა მთელი აი ამ ვაკის პარკის დამთავრებას ორჯერ მეტი დაიხარჯება მასზე. 31-ს დავუმატე 35 ეს რამდენი გამოდის? დაახლოებით 70 მილიონი დაჯდება აი ეს კოსმეტიკური ასე ვთქვათ და შელამაზება. ეს რას ნიშნავს? ყველგან სადაც კი სახელმწიფო იწყებს პროექტების მონაწილეობას მილიონს სადაც ხარჯავს 1 მილიონი მიაქვს ჯიბეში. ნამახვანის პროექტში როგორ შემოიყვანეს თურქები? ვის რა წილები ერგებოდა? ვის რა ფული უნდა მიეღო? ან ამ 450 მილიონიდან 10% ვიღაცას რომ მისცე 45 მილიონი დოლარია. არ ვიცით ჩვენ. ქართული ოცნების ხელისუფლება ყველა პროექტში დებს საკუთარ ინტერესებს. ნამახვანში სწორედაც რომ თუნდაც იგივე ცუდი პირობები ხელისუფლებისათვის რომ იქნა პირობებით ხელშეკრულება გაფორმებული, შეუძლებელია რომ იმდენად ვრიყვი იყო რომ რაღაცის სანაცვლოდ არ უკეთებდა რაღაც იკეთეს სხვას. ეს არის დიდი კორუფციული პროექტი, რომელიც რა თქმა უნდა იქნება გამოძიებული და ამას მოყვება დიდი რეზონანსი. ვინაიდან როგორ უნდა გადაიხადოს? საიდან უნდა დაფაროს ეს ფული? უნდა გადაიხადოს. მაშინ ერდოღანს უნდა ეხვეწონ. იქ სხვანაირი რეჟიმებია, იქ ბიზნესზე გავლენა. იქ შეიძლება ერდოღანმა უთხრას რომ მოდი რა ნაწილ-ნაწილ გადაახტევინე. არ ვიცით, როდესაც შენ მიმართავ უკვე სხვა ქვეყნის პოლიტიკურ პირებს, მაშინ ერევა პოლიტიკური ფაქტორები ერევა და პოლიტიკური ფაქტორები ნიშნავს, რომ ქვეყნის საზიანოდ რაღაცა უნდა გააკეთო. თქვენ გამოთქვით ეჭვი კორუფციაზე, მაგრამ ეხა ირაკლი ყობახიძე ქმნის თავშესრულებას თუ ებრძვის კორუფციას. თუ მართლა ებრძვის იქნება. ხომ ნახეთ ერთი დააკავეს, გამოვიდა თქვა რომ ჩვენ თავრობაში კორუფციის ადგილი არ იქნება. ეხა ბიზნესმენებს შეხვდა და ამაზე ელაპარაკა, მათაც და ასევე ელაპარაკა იმაზე რომ აი სიპებში და აიპებში ბევრი უსაქმური არისო, როგორც ჭყონიამ თქვა მერე და იმათ გაათავისუფლებს. ანუ რაღაც თითქოს ცვლის პოლიტიკას ამმართულებთ. რამდენად შეიძლება ეს რეალური ცვლილებები? 8 წელიწადია პარლამენტში მეუბნებოდი ყობახიძეს და მთავრობას რომ მკვდარი ყავთ გაფორმებული და 120 მილიონი ლარი დაეხარჯა სოციალურად დაუცველი ეგრეთ წოდებული პროგრამაში ყოფი ადამიანების დასაქმებაზე 100 და 200 ლარს უნიშნავენ 48000 ასე ვითომ დაასაქმეს და ნომერში გააფორმეს აი ამ სახელმწიფო ორგანიზაციებში, სკოლებში და სასაფლაოებზე დარაჯება დაფორმებენ 10 და 20 კაცს. ეხლა გაიგეს რომ ფული იფლანგება, ოღონდ ეს პოლიტიკური კორუფცია, როდესაც 50000 აფორმებდა არჩევნების წინ გულს მოიგებდა, გარდა ამისა მე მუშაობების შემცირების სტატისტიკაში აღრიცხავს, მაგრამ ის რაც ეხლა ხდება, ეკონომიკის მინისტრის დაიჭირეს, ეს არის
ლიფსიტაც არ არის. მინისტრის მოადგილე. ხო, მინისტრის მოადგილე. ეს არის ღლავები და ვეშაპებთან შედარებით, რომ რაღაც ლიფსიტა დაიჭირო. ორი მოტივი აქვს ამას. ერთი საჩვენებელი და იმიტაცია, რომ ვითომ კორუფციას ებრძვიან. მეორე შიდა პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, რომ ღარიბაშვილის კადრები, ასე ვთქვათ, და გაწმინდონ და უკვე კობახიძემ საკუთარი კადრები დააკომპლექტოს და ჩვენ ნახეთ, რომ გაყარა ის მინისტრები, რომლებიც დასანქციონირებული იყვნენ და ეს ივანიშვილის ინტერესებში იყო მოცილება, მაგნიტსკის სიაში მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ქვეყნიდან ვერ გადის, მისი ეფექტიანობა არის ნული. ივანიშვილს ვერ მოემსახურება კარგად. ივანიშვილის ინტერესებზე ვერ ილაპარაკებს, იმიტომ რომ კაცი მაგნიტსკის სიაშია თავისი ცხოვრება საბანკო ბარათი არ ეკნება. უცხოვრია და თავის ცხოვრების განმავლობაში დასავლეთში ვერ ჩავა. ამიტომ ეს არის ორი მხრივი მიმართულებით და სხვადასხვა ნამახვანთან გაკეთებული განცხადება მოდის წინააღმდეგობაში ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაში. ღარიბაშვილმა მეერე თავი იმართლა, რა მექნა ეს პროექტი ჩემი წინამორბედებისაგან დამხვდა და ეს პროექტი იყო ცუდი პროექტი. შეიძლება მართლა იყოს. ხომ, არ ვიცი ცუდი იყო თუ კარგი, მაგრამ კობახიძე რას ამბობს ერთი კვირის წინანდელი განცხადებაში, რომ ეს პროექტი იყო ძალიან კარგი. თუ ძალდა და ეს პროექტი ვიღაცებმა დაშალეს კი ბატონო, ეგ არასამთავრობებს კბენს, მაგრამ თავარი ჩამშელი ღარიბაშვილია, რომელმაც თვითნებურად გააჩერა 9-12 თვით ვაჩერებ. ანუ ღარიბაშვილი ამბობს კარგია, ცუდია ეს ამბობს კარგია, არ არის გამორიცხული, რომ ღარიბაშვილის დევნისათვის აი ამ 1.2 ლარის დანაკარგები იყოს ერთ-ერთი ასე თქვათ საფუძველი არა მარტო მისი კადრების გაწმენდის კუთხით, არამედ თავად მის წინააღმდეგ იყოს საყენებული ბრალი, ვინაიდან ღარიბაშვილი გაექცა ფაქტობრივად ივანიშვილს, არც მისი შვილი გამოუგდიათ ამერიკიდან, არც დასანქციონირებულა, პარტიაში თვეების განმავლობაში არ დადიოდა და ჩუმად ჟონავდა ინფორმაციები, რომ ვითომ ღარიბაშვილი არ დადის და სიუჟეტები კეთდებოდა, რომ პარტიის ლიდერი ხარ და რატო არ დადიხარ, მას აწყობდა ეს ამ ინფორმაციის გამჟღავნება და არც არასდროს უთქვამს, რომ არ დავდივარ პარტიაშიო. საელჩოებს ეუბნებოდა, რომ მე გავდივარ თამაშიდან და აგერ როდის იყო ქვეყნის ასე ვთქვათ მართველი პარტიის პირველი პირი, ასე გარბოდეს და მობდეს ასე ვთქვათ პოზიციებს. ანუ მან თქვა, რომ შემარგეთ რაც მოიპარე და გამიშვით. გაუშვეს, მაგრამ როგორც ჩანს არც თუ ისე ასე ვთქვათ მსუბუქად, ვინაიდან დავინახავთ ამ მოვლენების განვითარებას, მე თუმეტეს აგერ ერთი მინისტრის მოადგილე ერთ ციხეში ჩასვეს და საკადრო რეპრესიები მიდის უკვე ხელისუფლებაში. კი ბატონო, თუმცა ირაკლი კობახიძე სულ მუდამ საუბრობს არა მარტო კორუფციასთან ბრძოლაზე, არამედ საუბრობს ეკონომიკურ წარმატებაზე, ეკონომიკურ წესრიგზე ვახსენე ბიზნესმენებთან შეხვედრა და მათაც ამაზე ელაპარაკა, რომ აი ყველაფერი კარგად არის ასე ვთქვათ და გვაქვს ეს ეკონომიკური წინსვლა, მიუხედავად ამ სანქციების თუ ასე შემდეგ, ყველაფერი იქნება კარგად, ეს უთხრა ბიზნესმენებს. ამ ბიზნესმენებზე რა სიტყვით ერთი ეს მაინტერესებს ვინც ხა შეხვედრაზე მივიდა და ფაქტობრივად არაფერი ეს პოლიტიკური საკითხი არ გააპროტესტა და მეორე ეკონომიკურ სიტუაციაზე რა სიტყვა. ეკონომიკური ზრდა არის დიდწილად ქაღალდზე. ეს რა თქმა უნდა ეს არის უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ წარმოქმნილი ძალიან უცნაური ვითარება, როდესაც ყველა ელოდა რომ ეს ომი დაარტყამდა ბევრ ქვეყანას და პირიქით, როდესაც რუსეთი ბლოკადაში მოექცა, საქართველოს გაჩნდა გადამრჩენი, ასე ვთქვათ, რუსეთისათვის თურქეთთან ერთად, ვინაიდან ფაქტობრივად ეგრეთ წოდებული პარალელური იმპორტი, რომელსაც რუსეთი ეძახის, სამდროში ეს არის სანქციების გვერდისავლა, ეს ხდება ძირითადად თურქეთისა და ემირატების მეშვეობით, საქართველოსა და ცენტრალური აზიის ტერიტორიის გამოყენებით. ამიტომ მარტო ვაგერ 2.3 მილიარდი დოლარის წარმოგიდგენიათ, ჩვენი ექსპორტი იზრდება ორ ამბობენ, რა ექსპორტი არ არის, ექსპორტია შემოვიდა საქართველოში ამერიკული მანქანები და შემდეგ წავიდა ყირგიზეთში და იქიდან შევიდა რუსეთში, წავიდა ყაზახეთში 2.3 მილიარდი მარტო აი ამ ექსპორტში. ყირგიზეთთან საერთოდ არ მივიდა, დარჩა რუსეთში. პირდაპირ ჩარჩა იქ რუსეთში და ყირგიზეთის სტატისტიკა ამას სარკისებული შედარება ქვია. ყირგიზეთის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში შევიდა 40 მილიონი დოლარის მანქანა. დარჩა რუსეთში. დარჩა რუსეთში ქაღალდზე აფორმებდნენ ისევე როგორც ძალიან ბევრი რამ დაკავშირებული რუსეთთან. ის 100,000 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. რომელმაც იმდენი ფული შემოვიდა, რომ 3 მილიარდიანი ეროვნული ბანკის რეზერვები გახდა 5.5. უზარმაზარი ფული იშოვეს ქართულმა ბანკებმა. წარმოუდგენელი მოგება ნახა იგივე თუნდაც საქართველოს ბანკმა, რომელზეც პრეტენზიები აქვს, რომ აგერ იმედი დააფინანსა
პირველ კვარტალში თუნდაც რეკლამა მისცა 300,000 ლარი და მე გადავამოწმე, მათ შორის თქვენ ტელევიზიაშიც გადავამოწმე. არც პალიტრამ, არც კავკასიამ, არც მთავარმა მაშინ დახურული არ იყო, არც ფორმუნამ, არც TV პირველმა 0 თეთრი მიიღო. 0 და გიგანტური ოდენობის მოგებაზე გავიდა ეს ბანკები იმის გამო რომ ანუ მარტო სახელმწიფო პროპაგანდის თუ არხზე მიიტანა რეკლამა. ხო, მარტო მიიტანა ამ არხზე რეკლამა და ეს კიდე სხვა საკითხია და საზოგადოება ძალიან ნახშფოთებულია და ამას გაგრძელება მოყვება. ანუ საბანკო რუსეთში არის 300 ბანკი. დასანქცირებული 25. ეს 280-მდე ბანკი საქართველოს მეშვეობით ეწეოდა მთელს აი ამ უზარმაზარ ტრანზაქციებს. აი მაგალითად როგორ ხდება ვინ იშოვა ფული? რუსეთიდან შემოსულმა ადამიანებმა საქართველოში იყიდეს 13,000 ბინა. 13,000. დაახლოებით 10,000-მდე მიწის ნაკვეთი. ეს ფული ძირითადად ბათუმში და თბილისში და ზღვის სანაპიროზე ქართული ოცნებასთან დაკავშირებული სამშენებლო კომპანიების ასე ვთქვათ ბიზნესს მოხმარდა 13,000 ბინა რომ სულ მცირე რომ აიღო 50,000 დოლარი თუმცა 50,000 დოლარი ღირს 25 კვადრატული მეტრი მაგრამ მე ვამბობ ყველაზე მცირეს ეს დაახლოებით არის სადღაც 700 მილიონი დოლარი 1 მილიარდი დოლარის ბინები იყიდეს მაგრამ აი მაგალითად რას ნიშნავს ქაღალდზე ეკონომიკური ზრდა რომელიც ჩვენს მოქალაქეს არაფერში გამოადგა. აი, ხელისუფლება ამაყობს რომ საინფორმაციო ტექნოლოგიებიდან IT-ს რო ეძახიან, შარშან მისი ბრუნვა იყო დაახლოებით 600 მილიონი დოლარი. და იმის წინაც სადღაც 500 მილიონამდე და ახლაც უკვე პირველ კვარტალშიაც დიდი ბრუნვა. აი წარმოვიდგინოთ 600 მილიონი დოლარი ეს არის თითქმის 2 მილიარდი ლარი მშპ. მაგრამ რას ნიშნავს ეს? ჩამოვიდა რუსეთიდან მოქალაქე თავისი კომპიუტერით. ის დაახლოებით რომ გადაიყვანო ჩვენთან ეს დაახლოებით 3,000 კაცი რომ იყოს. 300,000-დან აი ამ IT სფეროში დასაქმებული ჩვენთან 500,000 ლარამდე ბრუნვა არ იბეგრება. მხოლოდ ბრუნის 1% იბეგრება. აფორმებს ასე ვთქვათ ინდმეწარმის სტატუსით რაღაცა წარმოს. ემსახურება რუსეთს ან ვიღაც სხვა ქვეყანას და იქიდან შემოდის ფული საქართველოში ამ ადამიანების ანგარიშზე და მომენტალურად ეს ფული მიდის სადღაც. იგივე არავინ ხელს არ უშლის 700 მილიონიანი ბრუნვა აღერიცხება. შემოსავალი რჩება ამ ადამიანებს, რუსეთის მოქალაქეებს, თლიანში და პროდუქტს იგი ზრდის, მაგრამ თლიანში და პროდუქტის, ასე ვთქვათ, შედეგს საქართველოში არავინ ითვისებს, მათ შორის არც ბიუჯეტი. ვინაიდან დაუშვათ გადააჭარბა 500,000 წელიწადში. ადგება და მისი ძმა და ან 100,000-ია შემოსული სხვა ფიზიკურ პირზე ახალ, ასე ვთქვათ, ინდივიდუალურ ან ჩვენ არანაირი ხელი გარდა იმისა რომ ქაღალდზე ეკონომიკა გაგვეზარდა ან აგერ გახსნა კაფე თუნდაც და მუშაობენ რუსეთიდან ჩამოსული ადამიანები 500,000 ლარის ბრუნვის შემთხვევაში არაფერს არ იხდის და ენახავს რომ 490,000 მივახლო და ადგება და ამ მფლობელობა შეიცვლება და რომელიღაც სხვა პირზე მოხდება ამ ობიექტის გადაფორმება და ხელახლა ნულიდან დაიწყება ათვლა ანუ რუსეთიდან შემოსული ეს ხალხი ქაღალდზე ქმნიან სიმდიდრეს, რომლის მცირე ნაწილი ხდება საქართველოს მოქალაქეების, ასე ვთქვათ, ჯიბეში. იგივე ბინების გაქირეება მაგათ. კი ბატონო, გააქირეებინა, ფულს მიიღებ. მაგრამ ეს არ არის ის შემოსავალი, რა შემოსავალსაც უჩვენებს გააძვირეს გაქირავება, ხო ხა. ვინც აქირავებს ბინას იმისთვის კარგია, მაგრამ ვინც ქირავებს ქართველ სტუდენტებისთვის კატასტროფა მივიღებთ ამ ბინების გაზრდა. ეკონომიკური ზრდა, აგერ ამ ბაკის პარკზე რო ვთქვი, აგერ 31 დაიხარჯა და 72 და 70 უნდა დაიხარჯოს. ვინ აშენებდა ამას? ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანიები, ნაღები ეკონომიკური ზრდის რჩება მათთან. აგერ რიკოთი რომ შენდება, აგერ გუდაური შემოსასვლელი გზა, მილიარდები სადაც იხარჯება. იქ ჩინელები არიან, მაგრამ ქვეკონტრაქტორები ის კომპანიებია, რომლებიც შემდეგ უკვე ღიად, უსირცხვილოდ ყოველგვარი შიშის გარეშე აფინანსებენ ქართულ ოცნებას და ლეგალურად ხო დიდი ფული მიაქვს და არალეგალურად დაწყონ დიდი ფული მიაქვს. და აგერ ხო ხედავთ, იძულებული ხდებიან დეკლარაციაში ჩაწერონ 10,000 და 20,000 დოლარიანი საათები. ქალი, რომელიც წერს რომ 8,100 დოლარი გადაიხადა ჩანთაში.
და 5000 არა დოლარი არა ევრო და მეორე 5000 კულტურის მინისტრი და მეორე 5000 ევრო და ერთად აღებული ეს არის 15000 ევრო ორ ჩანთაში რომ თან იხდი რამდენია სამზე უნდა გაამრავლო ხო 40000 ლარს რატომ იხდი იმიტომ იხდის რომ მას უნდა რომ ამ ჩანთით იაროს ვერ დამალავს და როდესაც მოგადგება ჟურნალისტი და გადაიღებს ბრენდს და გეტყვის რა ჩანთაა უნდა თქვა რომ სტამბოლში ვიყიდე ქუჩაში $30 და არა ეს გაუწყდება იმიტომ რომ თავის წრეში ხო უნდა თქვას რომ ის ნახმარი ჩანთით ან ფეიქ ჩანთით გაყალბებული ასე თქვა არა ორიგინალით არ დადის და მე რა აღმოჩნდა რომ მე 270,000 მივიღეო რაში მივიღეო ხო ანუ მუშაობდიო დღე და ღამე ხო და რაში მივიღეო კონცერტებს რომ აწყობდაო მერია და 2,700,000-ის კონცერტები რომ მოაწყოო ამ კონცერტის კონსულტანტი ვიყავიო და 10% მე როგორ წილიო ანუ ჩალიჩობს კომპანია ანუ იმ კომპანიის კონსულტანტი იყო ვინც აწყობდა ამ ხო და ამიტომ იმ კომპანიამ რომ 2,700,000 მიიღო 10% მე როგორც კონსულტანტს მერგო ანუ შუამავალი იყო მერიასა და იმას შორის კულტურის მინისტრად დანიშნეს ეს ადამიანი გაიზარდა ხო 2,700,000 მუშუპ ამ ერთმა ქალმა აგერ ორი ჩანთა იყიდა 40,000 ლარად და გაიზარდა მუშუპ ანუ ნაღები აი ამ მუშუპოსი ასე თქვა ეკონომიკური ზრდისა ყველა ტენდერი რაც ბიუჯეტიდან გადის ყველა დიდი პროექტები ამ ნაღებს ითვისებს ქართული ოცნების ასე თქვა ელიტა ამიტომ ხალხი გადაგდება და გარბის უცხოეთში ქვეყნის მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმია ბრუნდებიან თუ მიდიან ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში 1 მილიონი ჩვენი მოქალაქე წავიდა ძირითადად სამუშაო ძალის ახალგაზრდა ნაწილი საქსტატმა აღრიცხვა მოსახლეობის 200,000 არის გაზრდილი ეს კატასტროფა არის ხო კატასტროფა იმნაირად რომ 10 წლის განმავლობაში 2024 წლიდან მეორე აღრიცხვამდე ანუ 2015-2024 წლებში საქართველოსდან უცხოეთში გავიდა და დარჩა სტატუსით ანუ ბალანსია წასულებსა და დაბრუნებულ შორის სხვაობა 10 წელიწადში იყო 245,000 საქართველოს მოქალაქე წავიდა ლეუს სიკვდილიანობა უფრო მეტი იყო ვიდრე დაბადებულთა რაოდენობა ამ 10 წლის განმავლობაში 5,000-ით ანუ საქართველოს მოსახლეობა შემცირდა ამ 10 წლის განმავლობაში 250,000 კაცით მაგრამ თლიანი მოსახლეობა თურმე გაზრდილა 200,000-ით ანუ 450,000 უცხო ქვეყნის მოქალაქე დასახლდა დამკვიდრდა მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსით საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა თუ მართლა ამდენია და თუ მართლა 3,9 მილიონი ანუ მართლა 200,000 თუ გაიზარდა ეს ნიშნავს რომ გაიზარდა სხვა ქვეყნებიდან შემოსული და ძირითადად რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების ხარჯზე ეს რა თქმა უნდა ეს კატასტროფაა უკვე ეს 450,000 მანამდე ხო იყვნენ შემოსული 10 წლის წინამდე თქვა 50,000 ჩვენი მოსახლეობის 13-14% ამ წელიწადში გახდა უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქ დასახლებულ დამკვიდრებულები და ამას ისიც ამტკიცებს ის 13,000-იდან მარტო რუსებმა რომ იყიდეს მაგრამ მეორე სტატისტიკით სხვადასხვა ცოტა ვარბილებ უკვე ამსურას მეორე სტატისტიკით დაახლოებით 250,000 ადამიანი დამკვიდრდა საქართველოში საზღვის კვეთის მონაცემებით ანუ მიგრაციის სალდოს მიხედვით წასულებისა და შემოსულების კუთხით და რამდენი წავიდა ხო ამიტომ ეს 200,000 საიდან გაჩნდა ამ სტატისტიკურ აღრიცხვაში თანაც ყოველი მეორე ამბობს შენთან მოვიდნენ სახში არა აი ნებისმიერ ადამიანს კითხეთ ყოველი მეორე ამბობს მოვიდნენ და მე მგონი ჩემმა მეუღლემ არ უარი უთხრა ამ აქციების დროს იყო და ეშინოდა ხალხს შეშინა რა გაბრაზებული იყო ხელისუფლებაზე და არ მინდა უთხრა ესე იგი ჩემს კორპუსში პირველ სართულზე მოვიდნენ მე ვკითხე მეზობელს ვინ მოვიდა შენთან მეთქი ჩემი ნაცნობიაო მოვაყვანინე მე მაგ რაღაც აკვიატებები რაღაც პრინციპების მატარებელი ვარ მე ვთვლი რომ მე უნდა მიმეღო აღრიცხვაში მონაწილეობა ხო აღრიცხვა თუ საყოველთაო ყველა სამდა უნდა მიმეღო მიუხედავად იმისა რომ მაშინ ოპოზიციის ნაწილი აპროტესტებდა ამას უნდა მიმეღო ძალით მოვიყვანე ჩემთან აი შეიძლება ახლა ნახავს ის კალი ჩემი მეზობელი დამრიკო რომელიც პირველ საფრთხეზე ცხოვრობს მისი ნაცნობი ყოფილა ეს აღრიცხველი მოვიდა ორი ქალი და ჩემს კორპუსში ნახევარზე მეც არ გაუვლია მეორე
მაშინ იყო, როდესაც პოლიციელები სამოქალაქო ფორმით გადაცმულები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცემდნენ და აკავებდნენ და ხალხი შეშინებული იყო და კარებს არ უღებდა. მესამე, ხელისუფლებისადმი პროტესტის ნიშნად ბოიკოტი გამოუცხადა ადამიანებმა ამ აღწერას. ფაქტობრივად რაღაცები დაწერეს. ანუ როგორ ჩაატარეს, ხო? ხო, არაფერი ჩაწერეს რაღაცები. ამავე დროს და რამდენი დაიხარჯა? 3 წელი მზადდებოდა. აი ამ deep state-ებს ოიძახიან ეს რეგვენები და ეს ბრიყვი ხელისუფლება უცხოელი დონორების უზარმაზარი ფული 29 მილიონი ლარი დაიხარჯა ამ აღწერაში, როგორც ბიუჯეტის, ასევე ჩვენი დონორების მიერ მოცემული ფული. ეს აღწერა იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს არ არის მარტო მოსახლეობის აღწერა, უდიდეს სოციალურ და ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, მასალას იძლეოდა, რომელიც უნდა გამოყენებულიყო როგორც სამეცნიერო, ასევე სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების დაგეგმაში. მაგალითად, ზოგს უკვირდა, მეკითხებოდნენ, რამდენი ქათამი ყავს და იცინიან, რამდენი ღორი ყავს, რაც ქვია, რამდენი ღორი უნდა იცოდე. აქ იყო კითხვა, რამდენი ჰექტარი მიწა გაქვს, რამდენი ვენახი გაქვს, რა ჯიშის ვენახი გაქვს. სხვა შორის, რომელ უცხო ენებს ფლობ. მაგალითად, თბილისში რომ აღწერაში ადამიანთან მიხვიდოდი და ეთყოდი, საიდან ხარ წამოსული, ქუთაისიდან ხარ, წყალტუბოდან ხარ, ან ქუთაისში მაცხოვრებელს რომ კითხავდი და რომ გეტყოდა, რომ მე ამბოლაურში ვცხოვრობ, მაგრამ ახლა აქ ვარ. შიდა რეგიონულ მიგრაციის სურათი იძლეოდა. ანუ აღწერა იყო სერიოზული მოვლენა, რომელიც ამ ხელისუფლებამ ჩააფლავა. მაგრამ თუ ეს შედეგები სწორია, არის კატასტროფული. ანუ ჩვენი მოქალაქეები გარბიან, უცხოელები აქ მკვიდრდებიან. და მკვიდრდებიან, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ რაღაცას ასე ვთქვათ, შოულობენ, თორე ან ისევ IT სპეციალისტების არ იყოს, ან აქ მუშაობენ და შემოსავალი შემოზდით გარედან, რომელიც აქ არ ხმარდება. კი ბატონო, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის.